თუ რაღაცა სიტყვის შენ ნაცი ხარ, შენ კოცი ხარ, მე სულ არც ერთი არ მაინტერესებს ამ წუთში ჩემი შვილების და აი ბავშვების ბედნიერება მაინტერესებს, მეტი არაფერი. რომ გზანიან მათ ტიტუშკებს აქა და იძახიან ყველაფერი კარგად, რა გვაქვს ყველაფერი კარგად. რას უძახიან ყველაფერი კარგად, რომ ბავშვები გვეღუპებათ, შიმშილის უარზე ვართ მისული და ზემოდან წვიმა გვაწვიმებს, გაწვიმდება და გარეთ ვერ გამოვდივართ და ეს არის ჩვენი ბედნიერება. მე მივიღე ბინა, ვარემონტებ, მაგრამ მე სხვისი ჩემი შვილები არიან იგივე, ყველა შვილები რომ მე ვიცი რა შვილი წვალებითაც გავიარე 13 წელი. გიორგი აქ სულით ბორება მეთქი. მადლობა მეზობელა რომ მეიყარეთ, მაგრამ ესენი მათი თომელი ხდებოდი. რა ოხე შენ როგორ ახლა? ო. 2300 შემოვედი აქ. ყველა კატეგორიის ადამიანები ცხოვრობდა აქ. შუშუ პირები, უსახკაროები, მრავალშვილიანები. და უმეტესი არის ხულო, შუახევი ქედა. მეწყის საშიშ ზონებში ყველა 90%. რო გაიგებთ რომ ოსტემის ქალაქში ცხოვრობდით, თქვენზე დახმარება არ გაიცემა. ჩვენ არ გვეგუთნის ეგა. მარტო ეს გამას გაეძახოთ. მერია დიახ. დღესაც მაგას გვეუბნება ახლა. გვეთქვიან ჩვენ ეგ ტერიტორიაზე არ გვეგუთნის, იმიტომ ეკონომიკის სამინისტროსა ტერიტორია თქვენი არ გაჩნიათ. ადამიანები ჩაწერა არ გაგაჩნიათ და თქვენ ვერ მიიღებთ ვერაფერ დახმარებას. აქ ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს და იგივე მდგომარეობაშია დარჩენილი. რომ მივიდეს უბრალოდ შიშა რო შიშა იმაზეც ვერ დაწეს და ვეთქვია რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი დასახმარებელი ჩვენ ბათუმში. თქვენ ვერ დაგეხმარებთ. აქ ცხოვრობს ბებო 13 წელია ამ ქოხში და სიგრძესაც წვიმა დარი. უნდათ რომ აი ამ ქოხში და აქ ამოხდეს სული. როგორც გარეთ წვიმს, ისე წვიმს მის სახლში და საბით ფარეშიც არ გააჩნია. და ეს თავრობას 100 ჯერ მაინც მიუმართი და არასდროს ყურა დარიგდეს და არ მიიღეს არაფერში. აქ მოხდა საშინელი ფაქტი აქეთ. უძანეთ აგიხ. აი აქ 4 შვილიან ოჯახს დაეწო ეს სახლი და თავრობიდან დახმარება მიიღეს სასაცილო 5000 ლარი მიწეს არაფერი რო არ დარჩენიათ. და ისიც ერთი მწვალებით და როგორ მიწეს იცი ეგონათ რომ თავის ჯიბიდან აძლევდნენ რა. ოთხი შვილით ცირეწლოვანი ბავშვებით, რომელსაც ბინა ეკუთვნოდა და ბინაში არ შეიყვანეს თავიდანვე, რადგან პატრონი ოყოლო და ბინაში იქნებოდა ამ ბინაში კორპუსში მიღებული, მაგრამ განუკითხაობა და უსამართლობა რო არის ასეთი. ადამიანს ისიც ვერ შეთავაზეს რომ სანამ რაღაცას გააკეთა და ქირით გაეყვანა და ერთი თვით ან ორი თვით და წვიმის ქვეშ ცხოვრობდნენ. აქ 2012 წლის ანუ ოქტომბრის დასაწყისში მოსახლეობა შემოვიდა, ვინც იყო უსახლკარო და აბსოლუტურად ინფრასტრუქტურის გარეშე, ფაქტობრივად ნაგავსაყრელზე, პატარა ფიცრულებით, ეგრეთ წოდებული ქოხებით ოჯახებმა დაიწყეს ცხოვრება. აქ როგორც მოგეხსენებათ, დაიბადა და აღიზარდა 1000-ზე მეტი ბავშვი. აი ეს ბავშვები რო დაიღუპენ ის ადგილი. ძალიან ძიმე სურათი იყო. დააბრაზებობით რომ ბავშვები ხიგავდნენ ჯარს, მაგრამ ბავშვები არ ხიგავდნენ იმიდან. ბავშვები კი არ ხიგავდნენ. იმ 40-ზე დაფარებული იყო სინკარები, რომელიც სახელმწიფო ტრაქტორმა და სახელმწიფო მუშაკებმა გაიტანეს ის სინკარები და დატოვეს ჭაობი. დაამტრიეს 12 წელი არმატურის გამო, ჯართის გამო. დაიღუპნენ ეს ბავშვები და ერთი ღამე არ გასულა ისე რომ გამაყუჩებლის გარეშე დავიზირო.
აი აქედან ამაიღეს დრაბილკა და მე თვითონ გავავსე ეს. ქუა გაიტანეს, ჩააბარეს და ეს მე ავავს. აქ დაპირს იამები აი ანალოგიური. აი აქ და ჩავყარე და გავავსე. ამაიღეს დრაბილკის ქუა, გაიტანეს და ჩააბარეს. გითუ არის მოსახლეობა, რომელიც პატიმრებივით ჩაამწყრიეს. მისლა მათა მანქანა ვეღარ შედის, სასტრაფო ვერ შედის, ტაჟანია ვერ შედის და კანალიზაციის ამოსადობი მანქანა ვერ მიდის. ხო შეიძლება რომ 1.5 მეტრით შეეციათ და გზა დაეტიათ ხალხს. просто არ აინტერესებენ ხალხი საერთოდ სისტემაში არ აინტერესებენ. წყლის პრობლემა და დატბორვის და ნაგავის მდგომარეობა ეს ცალკე პრობლემაა, მაგრამ კუსტარულად გაყვანილი ელექტროსადენები, რომლებიც ხშირად იწვევდა მოკლე ჩართვას, არაერთი ქოხი დაიწვა აქ ამ სადენებით, რომლებიც დღესაც საგანგაშოა, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლე არის ფასეული და ამ შემთხვევაში უსაფრთხოება არის ნულს ქვევით. აი მაგერ უკვე გახედა, აი. მათი მოწყობილი იამებია, სასაკლაოებია ეგ. აი ჩვენი ბრალი არ იყო კანალიზაცია მოვიდაო და იტყვიე და დაამთავრებო. ამაზე რაღაცა მოხდეს აქ, აი იტყვიე ჩვენი არ იყო. აი ხედავთ ნაგავსაყრელია, სადენე ელექტროსადენე გაყვანილობები, ნაგვის ურნების შიგნით არ არის, წვიმის დროს ისევ იტბორება, უამრავი ოჯახი ებრძვის სიდუხჭირეს. მაგრამ არავის არ აინტერესებს, იმიტომ მე დღეს ადვილად ერევიან. ყოველთვის ადვილი სამართია შეერი ადამიანი. და ეს ადამიანები ყველა დაყავან დამშეული და ამათ რაც კანონის მინიჭებით უფლებით თომე მერიიდან ეკუთის ერთჯერადი დახმარება მაგალითად წყალი რო ჩამოდის რომ ქირის გაიყვანოს, არა ჩვენ არ გვაწერი ხარ და ვერ გაგიყვანთ, არ გვაინტერესებს. მთლიანად გაცალონ ტერიტორია, გადაიყვანონ უსაფრთხო ადგილზე და როცა დაამთავრდება მშენებლობა, შემდეგ გადმოიყვანონ და შეასახლონ ეს ოჯახები. ეს იქნება ყველაზე კარგი ჟესტი და ყველაზე კარგი ნაბიჯი ხელისუფლებისგან.